საუბარს განვაგრძობთ სტუდიის სტუმართან, პარტია ხალხის ზალის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ სოზარ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. თქვენთან საუბარი უნდა დავიწყოთ 7 ნოემბრის თემით, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში. მოგესალმებით მივესალმო მაყურებელს და მიულოცო რეგლეობა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის ხსენების დღეა, მეფე რომელმაც გააერთიანა კახეთი, რომელმაც დაიცვა საქართველოს გარშემო ჯარული უამრავი მტრისგან და რომელსაც დღეს ჩვენი ოპოზიცია და NGO-ები აცხადებენ მოღალატედ. აქაც ჩანს ღირებულებითი აცდენა ქართულ ხალხსა და ამ მართლა მოღალატეებს შორის, რომლებისთვისაც საქართველოს კი არ არის მთავარი გარედან რას უკარნახებენ და რა დაკვეთას მისცემენ. კი ბატონო, დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებამდეც მოვალთ, დაგვრჩება დრო ამისათვის იმედი მაქვს. დავიწყოთ 2007 წლის 7 ნოემბრით თარიღით, რომლიდანაც გავიდა 18 წელი. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მოხდა ბევრი რამ. დღემდე ეს არის თარიღი, რომელსაც ხშირად ახსენებენ ყოფილ ხელისუფლებას და რომლის წარმომადგენლებიც ამ დღეზე საუბრობენ ხოლმე როგორც შეცდომაზე და არადანაშაულზე. თქვენთვის დღევანდელი გადასახედიდან რა არის 7 ნოემბერი, რისი სიმბოლოა ის, რატომ არ კარგავს აქტუალობას და რა ფაქტორია 2007 წლის 7 ნოემბერი ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაში? არის თარიღები, რომლებიც მუდმივად რჩება ერის ისტორიაში და ერის მეხსიერებაში, რაც მთავარია. 9 აპრილის მონაწილე ვარ, 9 აპრილს იქვიდექი და ეს არის დღე, რომელიც არასდროს არ გადავა, არასდროს არ ამოვა ჩვენი მეხსიერებიდან, არა მხოლოდ მეხსიერებიდან, არამედ ემოციებიდან თითოეული იმ ადამიანისა, ვინც მაშინ იქ ვიყავით. იგივე არის 7 ნოემბერი. ახლა დემონსტრაციების, მიტინგების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ არსებობს ესეთი გარდატეხის თარიღები და ეს იყო ერთ-ერთი ესეთი გარდატეხის თარიღი. გარდატეხის თარიღი, როდესაც ქართულმა ხალხმა დაინახა, რომ თვითონ სხვაგან არის მისი ხელისუფლება სხვაგან არის. როდესაც საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირდა ქართულ ხალხს, პირდაპირ მნიშვნელობით დაუპირისპირდა ქართულ ხალხს და ეს კარგად დაინახა ქართულმა ხალხმა, ეს არაპატია ქართულმა ხალხმა მაშინდელ ხელისუფლებას. ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მოშიმშილების დარბევა დილის 7 საათზე, აბსოლუტურად მშვიდობიანი, რომლებიც არც გზას კეტავდნენ, არც ტროტუარს კეტავდნენ, არაფერს ქვეყანაზე იჯდნენ და შიმშილობდნენ, რასაც მოყვა დღის განმავლობაში რამდენიმე დარბევა რუსთაველზე, მათ შორის ერთ-ერთი თქვენი ჟურნალისტი, მაშინდელი ჟურნალისტი, პირადად მე გადავარჩინე, როდესაც მას სასტიკად სცემდნენ ხელკეტებით, შემდეგ ის იტყვებით, რომ შებადრის ლეკო რამდენს ბედავ და შემდეგ იყო მიტინგის დარბევა რიყეზე, სადაც უბრალოდ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, უკანონო გეწოდებინა მიტინგისთვის, იმიტომ რომ ეს იყო მიტინგი, რომელიც იყო მოშორებული აბსოლუტურად ყველანაირ სატრანსპორტო მაგისტრალს და ადამიანები შეკრებილი იყვნენ და ბოლოს იყო დღის კულმინაცია და ყველაზე დიდი დარღვევა შემოჭრა იმ ტელეკომპანიაში, სადაც ახლა ჩვენ ვართ, დარბევა ტელეკომპანია იმედის, უსასტიკესის ცემა ჟურნალისტების, დანგრევა, განადგურება ამ ყველაფრის და არა მხოლოდ დანგრევა და განადგურება და არა მხოლოდ ეთერიდან გათიშვა, არამედ შემდეგ წართმევა მისი კანონიერი მფლობელისთვის და სრულად უცხო ადამიანზე გადაცემა. მსგავსი რამე მე ეჭვება, რომ რომელიმე დემოკრატიულობასთან ახლოს ყოფი ქვეყნის ისტორიაში არსებობდეს. ეს არის სწორედ ის თარიღი, რომელიც არაპატია ქართულმა ხალხმა. სააკაშვილს ის იძულებული გახდა გადამდგარიყო, მოვიდა მართლა საოცარი ზეწოლებით და გაყალბებებით მეორედ, მაგრამ საბოლოოდ ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში. გავიხსენ თქვენ ახსენეთ ხა იმედში შეჭრის უპრეცედენტო ფაქტი ალბათ მართლაც და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჩვენ ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველოში მედია გარემო არის ძალიან გაუარესებული, რომ საფრთხე ექნება ჟურნალისტებს და ეს არის ის ნარატივი, რომელიც მათ საჯარო განცხადებებშიც კარგად ჩანს. აი მაგალითად ამ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტის კომიტეტის დებატებზე ევროპარლამენტარ იუაკნევიჩიანეს სამიზნე უშუალოდ გახდა ისევ ტელეკომპანია იმედი და თქვენც იქნებით მომსწრე იმისა, რომ დღესაც ჩვენი ტელევიზია, მისი თანამშრომლები ვართ თავდასხმების და ხშირად უპრეცედენტო ბულინგის ობიექტები. აი ეს დამოკიდებულება როგორ შეიძლება დავახასიათოთ? მე ვიცი, რომ თქვენ წარსულში ჟურნალისტური გამოცდილებაც გაქვთ, არა პოლიტიკამდე. ნაციონალური მოძრაობა კლავდა ადამიანებს ქუჩაში, კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა, ართმევდა ქონებას. დღეს რასაც ამას ვერ ახერხებენ, ერთადერთი თუ რამეს ნანობენ თავისი წარსულიდან, ეს არის არა 7 ნოემბერი, არა 26 მაისის დარბევა 2011 წლის, არამედ რომ ამას ვერ ახერხებენ და ხელისუფლება რომ დათმეს, ერთადერთი ამას ნანობენ.
მაგრამ დღეს იგივეს გაგრძელებას ცდილობენ ბულინგით, ცილისწამებით, საქართველოს მიმართ მტრული განცხადებებით და ლობირებით, რომ საქართველოს საწინააღმდეგო და ქართული ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. არა შეცვლა მათთვის არაფერი, იგივე როდესაც იყო საგამოძიებო კომისიის ხდომები, მათ კომენტარებში, რაც ისინი ამას უყურებდნენ, ზუსტად ეს გამოსჭირდა, რომ ისინი ერთადერთ რამეს ნანობდნენ, რომ აი რატო დაუთმეთ ხელისუფლება ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და გაგვენადგურებინა ყველა ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეო. ეს იყო და იმედში შეჭრა, ეს იყო მართლა ვამბობ, უპრეცედენტო მსგავსი რამ ფაქტი არ ამგონია მსოფლიო ისტორიაში არსებობდეს, ეს დარბევა, განადგურება, სპეცნაზის ჩემოსვლა, აქაც ვიყავი სხვადასხვა საღამოს შემდეგ აქ მოვედი, მე და გიორგი ჩხეიძე, მაშინ სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე იყო თუ არ ვცდები, ჯერ შემდეგ ჩემი მოადგილე გახდა, ჩვენ ორი ადამიანი მოვედით, არც ერთი სხვადასხვა ძალიან საინტერესო ფაქტი, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ შეკრებილი ჩემს ოფისში, სახალხო დამცველის ოფისში და რაღაც განცხადებას წერდნენ, რომ უნდა დაეგმოთ იმ დღეს მომხდარი ამბები და როცა დაიწყო იმედის ალყის შემორტყმა, მე შევედი და უთხარი მათ, რომ ეხლა იქ ამ მსგავსი რამ ხდება და იქნებ წამომყვეთ და არც ერთი მათგანი არ განძრეულა ადგილიდან, არც ერთი მათგანი არ წამოსულა. მე აქ მოვედი და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მე მგონი მე-6 თუ მე-7 იმ დღის განმავლობაში მოვიწამლე აქ გაშვებული გაზის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებია, რომლებიც დღესაც აბსოლუტურად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც დღეს ბოლბოლა თუ მდიდარ ენჯოებად მოიხსენიებთ, ესენი იყვნენ შეკრებილი მაშინ და რაღაცა განცხადების ბრტყელ ტექსტზე მუშაობდნენ. ზუსტად ესენი იყვნენ. იმავე დღეს გათიშეს ტელეკომპანია კავკასია, იმავე დღეს გათიშეს ტელეკომპანია 25 არხი, იქ შეჭრა აღარ ჩათვალეს საჭიროდ, მაგრამ ეს გააკეთეს. ეს იყო დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლების მიმართ და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ. ამას მოჰყვა ერთდღიანი კრიტიკა დასავლეთიდან, ბევრი არც არაფერი, ყველაფერი ჩაიფარცხა. დღეს ისინი სხვანაირად დღეს ისინი ჩვეულებრივად ტყუილებს ამბობენ, როდესაც ლაპარაკობენ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. აი ამაზე ვისაუბროთ ხო ბატონო, რომ გათქონიყავით ხო მაშინ სახალხო დამცველი. აი სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, აი ამ დრომდე, იმ დღიდან დღემდე რა გზა გაიარა ქვეყანამ, იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რომლის მიმართ ისმის კრიტიკა იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა პოზიცია თქვენ ახლა გაიხსენეთ. რისთვის იყო ეს 18 წელი საკმარისი? ან რა სტანდარტები დაამკვიდრა ამ კუთხით იმ ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მაშინ 2007 წლის შემოდგომაზე იყო ოპოზიციაში. ან რა არის ახლა მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ მას მერეც გვახსოვს აქციები, თუნდაც შარშანდან მოყოლებული, სადაც ასევე იყო გადაცდომები პოლიციელების მხრიდან, რაზეც ღიად ისაუბრა სახალხო დამცველმაც და ხელისუფლებამაც აღიარა გარკვეული გადაცდომები. მოდი პირველი მაინც დასავლეთის რეაქცია დღეს როცა ასეთ აბსოლუტურად ცრუ და არასწორ თვითონაც რო იციან ისეთ არასწორ ტყუილებს ამბობენ და განცხადებებს ავრცელებენ და რო შევადაროთ მაშინდელს. ხა დღე არ გავედოდა რომ მე შეხვედრა არ მქონოდა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლებთან, ელჩები, საგარეო საქმეთა მინისტრები სხვათა შორის აუცილებლად დღის წესრიგში ჰქონდათ რომ სახალხო დამცველის ოფისში უნდა მისულიყვნენ. სხვადასხვა დელეგაციები მაგალითად ნატოს საპარლამენტო დელეგაცია როცა ჩამოდიოდა, შეიძლება 40-50 კაცი, აუცილებლად ჰქონდათ დღის წესრიგში რომ სახალხო დამცველის ოფისში უნდა მისულიყვნენ. ნუ იცოდნენ რომ მაშინ ეს ერთგვარად იყო ის კუნძული, რომელიც უნდა გაეძლიერებინათ ამეთი. თუმცა როდესაც ლაპარაკობდით პრობლემებზე და ეს პრობლემა მათ ყველამ კარგად იცოდა რა პრობლემები იყო დემოკრატიის არარსებობის და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის კუთხით, მე ვეკითხებოდი კი, მაგრამ ამაზე რატომ განცხადებებს არ აკეთებთ? ისინი ამბობდნენ, რომ არა, აკრძალულია პრაქტიკულად, ნუ ჩუმად ამბობდნენ ამას, მაგრამ ამას აღიარებდნენ, ეს მათ ჰქონდათ აკრძალული. თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ და საოცარ აღშფოთებას გამოთქვამდნენ პირად საუბრებში. ოღონდ ეს აღშფოთება არასდროს არ გამოდიოდა გარეთ. ეხლა ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, მაგრამ რამდენიმე სფერო რომ ვთქვათ. 6000 პატიმარი იყო ციხეში, როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. რამდენიმე წელიწადში რაოდენობა გაიზარდა 24500-მდე. 24500 ეს იყო მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით. შეერთებული შტატები, რუსეთი და შემდეგ იყო საქართველო.
ყველა პატიმარი, აი მართლა გამონაკლისის გარეშე ყველა პატიმარი იყო ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. დღეს ხო, კურნალობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, არც ერთ პატიმარს არ კურნალობდნენ, მით უმეტეს ის რომ ემკურნალათ ციხის გარეთ, თქვა, ყველაფერს ხო ციხის ავადმყოფო ვერ გასწდებოდა, წაეყვანათ და ემკურნალათ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი იყო. ხა დღევანდელ ვითარებას რო შევადაროთ, ეს არის უბრალოდ ცადა მიწა, ამით დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ მოპყრობის დონე, ისევე როგორც პირობები ციხეებში, ისევე როგორც კურნალობა პატიმრების არ ჩამოვარდება საშუალო არ, შეიძლება 2-3 ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი არ იყოს, მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზე უფრო მაღალია საქართველოში. ეს შემიძლია ძალიან თამამად ვთქვა, იმიტომ რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ჯერ ომბუდსმენობის დროს, შემდეგ როდესაც ვიყავი საშილახსოვრების მინისტრი, არაერთ ციხეში ვარ ნამყოფი ევროპის ქვეყნების და მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში, გარდა სახელმწიფოებისა და მინისტრობისა. უმაღლესი კომისრის მრჩეველი და ამ კომისიის ფარგლებშიც ასევე დავდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში და კარგად ვიცი ის რა მდგომარეობაა. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, როდესაც მაგალითად იმედზე წეღან ვილაპარაკეთ, ტელეკომპანია მაესტროს რო უნდა რომ მიეღო უბრალოდ ლიცენზია, რომ ახალი ტელეკომპანია მაუწყებლობდა და ახალი ამბები რო გაეშუქები, ამას დაჭირდა რამდენიმე წლიანი დავა და ზეწოლები გარედან რომ ეს უფლება ამ ტელეკომპანიას მოეპოვებია და როცა მოიპოვა, ამის შემდეგაც თბილისს ვერ სცილდებოდა და გვახსოვს ყუმბარა როგორ ისროლეს ამ ტელეკომპანიის გადაცდომების ნაწილით. ამასაც შევეხოთ ძალიან მოკლედ. ანუ ბრალდებები აქციების დაშლის ნაწილში სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებზე. დღევანდელი? დიახ, დღევანდელი. მას შემდეგ ამაზე დავსვით კითხვა, რომ მას შემდეგ რა შეიცვალა. დღევანდელთან დაკავშირებით მოდი ასე ვთქვათ. ერთი ამ დღეებში გავრცელდა ის ინფორმაცია, როგორ აფასებდა გიგაბოკერია, მაშინდელი რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი და მაღალი თანამდებობის პირი, ქუჩის გადაკეტვის უფლებას, რომ ესეთი უფლება არ არსებობს, თუ არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანები. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეს, რაცაც მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს, როდესაც დედაქალაქის კი არა, ქვეყნის ყველაზე მთავარი ქუჩა ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საათით აქვს გადაკეტილი რამდენიმე ათეულ ადამიანს. მსგავსი უფლება არ არსებობს არსად და ნებისმიერი ქვეყანა ამ შემთხვევაში აღკვეთდა ამას. პოლიცია ამ შემთხვევაში იქცევა ძალიან თავშეკავებულად, ცალკეული გადაცდომები ბუნებრივი არის, მაგრამ ამ ცალკეულ გადაცდომებთან დაკავშირებით ჩვენ შევადაროთ, როგორ ხდება დარბევა, თქვა, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გაცილებით კაცრად არბევენ. რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიცია იქცევა ბევრად უფრო თავშეკავებულად, ბევრად უფრო ცივილიზებულად, ვიდრე მსგავს შემთხვევებში იქცევენ დასავლეთში და ეს რა თქმა უნდა არანაირად არ გავს არც 7 ნოემბრის დარბევას და არც განსაკუთრებით 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას, როდესაც პოლიციამ ისე გადაკეტა რუსთაველიდან გასასვლელები, რომ ვერც ერთი ადამიანს იქიდან ვერ გაიქცეოდა და არა მხოლოდ გადაკეტა, არამედ რამდენიმე ადამიანი მოკლეს და შემდეგ შემოდის მაღაზიის თავზე, რომ მეორე დღეს პარადის წინ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. მადლობა ბატონ სოზარ, სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო და უნდა დავასრულოთ საუბარი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.